ახალციხეში ხელოვნური ტყის განაშენიანებისთვის ივანე ახალციხელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია მომზადდა. დღეს ქალაქის მერიის ინიციატივით 1 ჰექტარ მიწის ფართობზე ნერგების დასარგავად წინასწარ ორმოები გაიჭრა. აღნიშნულ ადგილზე 3000 ძირი ფოთლოვანი ჯიშის, იფნის, ნეკერჩხლის, საპნის ხის, ბალამწარასა და თრიმლის ნერგები დაერგვება. დღევანდელ აქციაში ახალციხის მერიასთან ერთად მონაწილეობა ახალციხის პროფესიული კოლეჯ ოპიზარის სტუდენტებმაც მიიღეს. მსგავსი გამწვანების აქცია ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. აღნიშნულის ინიციატორი საქართველოს პრემიერ-მინისტრია. პროექტის სახელწოდებით მწვანე მომავალი მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო. მის ტექნიკურ მხარდაჭერას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ახორციელებს. ჩვენ წინასწარ ვამზადებთ ორმოებს, რომ ამის დარგვა უფრო გაადვილებული იყოს. მე მოვალთ და ამას თავის ტექნოლოგია აქვს სპეციალური და იმით დავრგავთ. შევიძინეთ აპარატია, როგორც ნახეთ და საკმაოდ კარგად მუშაობს და ზუსტად ამ საქმის არის გამოსადეგარი და კიდე ერთი შეძენას ვაპირებთ. და ფაქტიურად ეს მოხსნის ორმოების გაკეთების პრობლემას. თან აკეთებს სუფთად, როგორც ჭირდება იმ ხის ნარგავს ისეთ ორმოებს აკეთებს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს იმდენად, რამდენადაც რომ ჩვენს ბუნებას გაფრთხილება ჭირდება. დღევანდელი დღე იმის მაგალითია, რომ არის ადგილები, სადაც არის მეწყერი ნიადაგი და ემუქრება განადგურება ამ უნიკალურ ჯიშებს. ეს ფართობები არის ნაწილობრივ ეროზირებული ფართობები და ეროზია რო შეჩერდეს, ერთ-ერთი საშუალება არის, რომ დაიდგას ნარგავობა ამ ეროზირებულ ფართობებზე და პარალელურად მარტო ეროზირებული ფართობის დაცვის საშუალება კი არა, ეს არის ქალაქის ეკოსისტემის შენარჩუნება.